ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და თქვენ წინაშე გამოსვლა და ამასთან ერთად არის დიდი პასუხისგებლობაც. Პასუხისგებლობა, იმიტომ რომ აქ დგას ხალხი, ვინც დღეს იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და აქ დგას ხალხი, ვინც 48 წლის წინ იბრძოდა ამ იგივე უსამართლობის წინააღმდეგ 1978 წლის 14 აპრილს. ჩვენ ასევე აქ ყავს ხალხი, რომელიც ზურგს გვიმაგრებს, ის ხალხი, რომელმაც დააარსა ეს უნივერსიტეტი და რომელმაც გაგვიტოვა იდეა, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. ეს არის იდეა, რომელიც ამ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა ჩამოაყალიბეს, რომელიც საქართველოს დღეს აძლევს ძალას, რომ იყოს არამხოლოდ თავისუფალი, იყოს არამხოლოდ თვითყოფადი, არამედ იყოს თანასწორი სხვა ერებს შორისაც. და სწორედ განათლება გვაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ იყოს თანასწორები. ეს არის იდეა, რომ არამხოლოდ ფულით და არამხოლოდ იღბალის გამოყენებით, ან არამხოლოდ ფიზიკური შრომით, არამედ განათლების, მეცნიერების გზით, საკუთარი თავის და საკუთარი გარემოს შეცნობის გზით უნდა შეგვეძლოს, რომ ავაშენოთ ძლიერი, თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. და ეს არის იდეა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური როლი სოფლიოში, რომ საკუთარ ენაზე შევძლოთ, განვავითაროთ ცოდნა, რომელსაც ექნება ერთდროულად ადგილობრივი და ასევე ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობა. სწორედ ამ იდეას ებრძოდნენ 48 წლის წინ, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ქართული ენა სამუზეუმო ექსპონატი უნდა გამختارიყო და სწორედ ამ იდეას ებრძვიან დღეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოს განათლების სისტემა უნდა იყოს იზოლირებული მთელი მსოფლიოსგან. რომ საქართველოში უნდა იყოს ნაკლები განათლება, რომ საქართველოში უნდა იყოს ნაკლები მეცნიერება, რომ უნდა დაიხუროს, გაიყიდოს უნივერსიტეტები, რომ უნდა გასხვისდეს ლაბორატორიები, რომ უნდა დაიშალოს ბიბლიოთეკები, რომ უნდა შემცირდეს სწავლის ხანგრძლივობა და რომ უნდა ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეს ჩვეულებრივ ქართველს, რომ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება. დღეს უამრავი ახალგაზრდის ნიჭი, უამრავი ახალგაზრდის ოცნება აიძირება განათლების სისტემის იმ ჭაობში, რომელსაც პოლიციის, იუსტიციის და უშიშროების პოლკოვნიკები მართავენ. დღეს სულ უფრო და უფრო ნაკლებ შესაძლებლობას ხდის განათლების სისტემა, რომ ჩვეულებრივ ქართველს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ მისწრაფებებისკენ იაროს და სულ უფრო და უფრო ემსახურება ჩვენი განათლების სისტემა პრივილეგირებულებს. იმერეთის სოფელში იქნება თუ თბილისის ცენტრში სკოლები არის დანგრეული წლობით და ბავშვებს უწევთ სახლიდან შორს შემცირებულ გაკვეთილებზე სიარული. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებს უწევთ მშობლებთან ერთად სიარული უნივერსიტეტებში, იმიტომ რომ სხვა მხარდაჭერა სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ. და სტუდენტები მოდიან ღამენათევები ლექციებზე, იმიტომ რომ მათ არ აქვს სათანადო მხარდაჭერა, რომ საკუთარი განათლება დაიფინანსონ. დიახ, განათლებას მოაქვს მშვიდობა, რადგან განათლება მოიცავს არამხოლოდ ცოდნას, არამედ მოიცავს ზნეობასაც. და მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ, რომ მითანამშრომლონ განსხვავებული წამსის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, განსხვავებული წარსულის მქონე ადამიანებთან იმისთვის, რომ მომავალი შექმნან. მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ გამოხატონ თანაგზნობა საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. განათლებული ადამიანები ვერ ეგუებიან ძალადობას და ებრძვიან ამ ძალადობას მუდმივად. მხოლოდ განათლებულ ადამიანებს შეუძლიათ, რომ შეაჩერონ ერის გახლეჩვა და აი ამ შესაძლებლობას გვართმევენ მაშინ, როდესაც გვართმევენ განათლების შესაძლებლობას. დიახ, სწორედ ამიტომ და ამ სხვა ბევრი უსამართლობისგან უნდა გავთავისუფლდეთ და ამ უსამართლობებისგან უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და უნდა დავიცვათ ამიტომაც ჩვენი განათლება. და ჩვენი ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რომ თავად განათლება იყოს მოწყობილი სამართლიანად, არა მხოლოდ საზოგადოება ზოგადად, არამედ განათლების მიღების შესაძლებლობები იყოს რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და სამართლიანი. ესე იგი, ხანდახან მეკითხებიან ხოლმე, რომელი განათლების სისტემა უნდა გადმოვიღოთ საქართველოში, რომ გქონდეს უკეთესი განათლების სისტემა. ან მეკითხებიან ხოლმე, ღირს კი იმ განათლების სისტემის დაცვა, რომელიც დღეს გვაქვს, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ განათლება. დიახ, დღევანდელ განათლების სისტემას აქვს უამრავი პრობლემა. არის უამრავი უსამართლობა დღეს განათლების სისტემაში, რომელიც არის გამოსასწორებელი. მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი ცოდნა და საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ არ გადმოვიტანოთ
ფინური, გერმანული, ანგლოსაქსური თუ სინგაპურული განათლების სისტემა. ჩვენ გვაქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ერთი მხრივ ჩვენი არსებული პრობლემები და შევქმნათ ისეთი ღირსეული განათლების სისტემა, რომელიც ერთ დღესაც შესაძლებლობას მიცემს ქართველს, რომ ამაყად თქვას, მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ განათლებული. სწორედ ასეთ განათლების სისტემისკენ მივდივართ ჩვენ და უნდა გამოვყვეთ თქვენს იმისთვის, რომ დავიცვათ ეს სისტემა. გავამარჯოს ქართულ განათლებას და გავამარჯოს ყველას, ვინც იცავს ამ ქართულ განათლებას.